Აბა შევჩიო კარგო და კეთილო ხალხო მე მაგარი მოწყენილი ვარ დღეს იმიტომ რომ წესი დღეს უნდა ყოფილიყო საიუბილეო მაინც რაღაცნაირად საიუბილეო 79 ვიდეო უნდა ყოფილიყო და არ გამომივიდა ისეთი როგორც მე მინდოდა და არ გამომივიდა რა ვერ მოვასწარი ეგ ამუშაობა რა და მუშაობაზე რომ ვფიქრობდი მე დავფიქრდი იმაზე რომ вообще აი რა რისთვის ვარსებობთ ადამიანები ან რაღაცა კონკრეტული მისია გვაკისრია თუ ესე უბრალოდ უნდა ვიარსებოთ და რაღაც ცხოვრება ან ცხოვრებას მაშინ იგივე რა აზრი აქვს რომ მე დავიბადო ვიშრომო ვიწო ან ჩემებმა იშრომო გამზარდონ მე დამბადონ მე გავიზარდო მომიწიო შრომა მე კიდე ვიღაც დავბადო და მე იქიდან კიდე იმას მოუწიო შრომა რა აზრი აქვს ცხოვრებას ან ეს რაღაცებს რომ ვფიქრობ ხოლმე ცოტა ურიკინებ მე მგონი მაგრამ вообще აი რა აზრი აქვს მართლა ხანდახან ძირითადად კარგია ცხოვრება რა იმდენი დადებითი რაღაც მიიღება შეგიძლია ზოგი დაჟე ნეგატიურით იღებს სიამოვნებას და დადებით ხო აღარც ალაპარაკ დღეს ძალიან ცუდად მეძინა მე გავიღვიძე მე დამეძინა ისე და კაროჩი ხო და გავბრაზდი რა ვერ მოვასწარი და ვერც მოვახერხე რომ ისეთ გადამეღო როგორც მინდოდა მაგაზე ვარ გაბრაზებული არ და საიუბილეო უნდა იყოს აბა რა უნდა იყოს 079 რო ქვია არხს ბლე კაი ხო რა აზრი აქვს დავიკიდეთ მაგრამ ადამიანებს რა აზრი აქვს კი არა რისთვის მოვდივართ ყველა ადამიანს ჩვენ მისია რო გვეკისროს კიდე რაღაც გასაგები იქნება აი თამაშებში როგორც რაღაც quest-ები რო გქონდეს და ამ quest-ების შესრულება რო გვიწევდეს რა ოღონდ ის ჩეთერობით და იმებით ვერ იზო აქ იმენა უნდა ქნა რა დღეს ვიყავ არ მაქვს დღეს წყალზე გადავედი უკვე 1 სექტემბერია და აღარ არის ვიყავის დრო მამა ჩემი ძახის და ყინულები აღარ ყრის ხოლმე და მაგის გამო დამეზარა ყავით გაკეთე და ყავაც არის თავში დღევანდელი დღე ძალიან ცუდად დაიწყო მაგრამ იმედია რომ კარგები აგრძელდება ისედაც სამსახურში მივდივარ დღეს ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ჩემი და ლენკას მეგობრები ჩამოვიდნენ ესტონეთიდან ქალბატონი ნიკი და ბატონი ლოგა კაია მიხარია დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ არც მიწერია ბიჭო დახვედრას ვაპირებდი დამოწყდა ბიჭო მე მეგონა დღეს ორი ყველაფერი აი რაღაცნაირია რა ახლების დასაწყისი მე გუში ლაპარაკობდი და დღეს ისე ვერ ხვდები ხანდახან ანუ რა რისთვის ვარსებობთ მართლა ვერ ხვდები ანუ მარტო მე კი არა ყველანი ვერ უნდა ვხვდებოდეთ რისთვის ვარსებობთ წესით მარტო მე არ უნდა მქონდეს ეგეთი კითხვები და პრობლემები ჩემთან თუ რაღაცა კაი გვაკისრია გასაკეთებელი მაშინ ვერ ხვდებით იმიტომ რომ ფაქტია რომ მე ვერ ხვდები მე ვერაფერს ვერ ხვდები რა აი ხა აი ჯერ რო იზრდები თავიდან ბავშვობა საინტერესოა იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არიცი და რაღაცა ახლის გაგებაში ხარ სულ მე მონოტონური ხდება მე უკვე რაღაცა კარგის ძიებას იწყებ მე ამ კარგს იპოვი მე ეგ კარგიც მონოტონური ხდება მე რაღაცა უკეთესი ძებნას იწყებ ის უკეთესი იპოვი ისიც მონოტონური ხდება და საბოლოო ჯამში ყველაფერი ანუ ინა ერთი იგივე მაგარი დამღლელია ერთი და იგივე მაგიტო არის ხალხი კარგი რომ ხან ადგილი გამოიცვალო ადამიანმა ხან ადამიანების წრე ან სულ და იგივე სამეგობროში არ უნდა იყოთ რა ჩემი აზრით სხვა ადამიანებთანაც უნდა ცადოთ კონტაქტის დამყარება რომ იმიტომ რომ რაღაც ახალი რო არის ბევრად უფრო საინტერესო ხდება ხოლმე ცხოვრება ახალსაც გააჩნია ახლა ძველები დაივიწყეთ თქო მაგაში ისე ალბათ თქვენს გაწუხებთ ახლა ეგეთ შეგრძნება მაგრამ აი თქვენ წუხდებით ჩემი ყურებით დღეს მაგარ ნეგატიურ ხოძზე გავიღვიძე და დიდი იმედი მაქვს რომ სადღაც გავატანინებ აი ლენკასთან რო გადავალ წესით ლენკასთან უკვე გავიშვებ რა ეგრე უწევს ხო რავი რა დავიღალე მართლა დავიღალე და დიდი იმედი მაქვს რომ სხვების დაღლილები არიან თორე მარტო მე რო ვიყო დაღლილი ბევრად უფრო დამღლელი იქნება ბევრად უფრო მტკივნეულიც იქნება რო იაზრებ რომ შენს გარდა აღარავინ არ არის დაღლილი და მარტო შენ რო ხარ დაღლილი ძალიან ცუდი შეგრძნება უნდა იყოს წესით იმედი მაქვს არ გამიცდი მაგ ზნობას რომ აი რაღაცას რო აკეთებ და სულ კარგად აკეთებ და ცუდად აკეთებ და აზრი არ აქვს მარტო რო ხარ იმ თემაში არის სიგიჟეც მაგრამ აი ადამიანებს რა აზრი შეიძლება გქონდეს მე მაგას ვერ ხვდები რა მე რო დავიბადე აი რელიგიურად რო თუ შევხედავთ ამ იმას ეს არ არის ცხოვრება ანუ ეს არის გამოსაცდელი ვადა გვაქვს და აი აქ უნდა
ისე მოვიქცეთ, რომ მე ვიცხოვროთ კარგად ან ცუდად. ხვდებით? ეს ვაფშე არაფერს არ წყვეტს რელიგიური კუთხითაც რა. და რელიგიური კუთხითაც ეგრე უყურებ ჯანსაღი აზრითაც რომ დაიწყო ანუ არა ჯანსაღია თქო რელიგიური მაგას კი არ ვიძახი კაცო აი ესე რა აი ყოველდღიურობაში რომ ჯანსაღად დაიწყო ფიქრი აი რელიგია რო გაბოტოვო რა ანუ რელიგიას ნეგატიურად არ მოიხსენებ და არ მინდა რომ ეგრე გაიგოთ რა პირიქით რელიგიასთან ძალიან დადებით კომუნიკაციაში ვარ მე პირადად ხო და მაგრამ მაგას ხა ვიღაცებს უნდათ მაგის მოსმენა ვიღაცებს არ უნდათ მე ვილაპარაკებ რომ საჭირო იქნება მაგას და იქ მე გადაწყვიტეთ ვის ენდომება მოსმენა და ვის არა მაგრამ მე აქ რას ვიძახდი ან ყოველდღიურობაშიც ისა რა აი რაღაც ეტაპზე უეჭველი ხვდები რომ ანუ ამას აზრი არა აქვს და ძალიან დამღლელია და ეგრე ვეცემით ადამიანებს ყოველდღიურად და ეხლა მე დღეს დაცემული ვარ შეიძლება დღეს რაღაც გარეთ გავიდე და დამავიწყდეს საერთოდ ეს ფიქრები გამიქრეს მე ხვალ დილით რო გავიღვიძო შეიძლება ვაფშე ისეთ ხასიათზე ვიყო აი დედამიწის დაპყრობის სურვილი მქონდეს მაგრამ დღეს ხო ესე ვარ აი ესე რო ვარ ესე უფრო ვერ ვლაპარაკობ მე მგონი რა ანუ აღიარების უნარი გამაჩნია რა ანუ რაცა უნდა დიდი ქაქები შევჭამო მე აღიარება შემიძლია უეჭველი რაც ვიცი მე შემიძლია აღიარება და პლუს არის ხალხი ვისაც არ შეუძლია აღიარება და იმათთვის ბევრად უფრო მძიმე იქნება იმიტომ რომ მთელი ეს ტვირთი თავისით დააქვთ მარტოებს ვახ და მაინც რისთვის ცხოვრობთ მაინც ვერ გავიგე ანუ რასაც ვლაპარაკობ იმას აზრსაც მოკლებული არის ანუ ვაფშე არაფერ კავშირში არ არის იმასთან რაზეც დავიწყე ლაპარაკი მაგრამ დღეს სხვანაირად არ არის კავშირში, ანუ როგორც ვიცი ხოლმე გადმოხტომა თემებზე მაგას კი არ ვიძახ. უბრალოდ დღეს რასაც ვსაუბრობ, იმ თემის გარშემო ვსაუბრობ და მაინც არანაირი კავშირი არ აქვს. რაღაცნაირი არის, ყველაფერი რაღაცნაირი არის. მეც გავრეკებ. მომენტ შეიძლება რომ ჩემი ეს ყოველდღიური საუბრები ჩაითვალოს იმად, რომ მე ფაქტობრივად ჩემ თავს ველაპარაკები ყოველდღიურად. რაც სიგიჟის ნომერ პირველი მაჩვენებელი არის ალბათ. და აი აქ კამერას რო უყურებ ხოლმე ცოტა უფრო წნარდები და მიხარია რომ ვიცი რომ იქით ვიღაცა ნახავს კიდე. და მთლად გაგიჟებული არა ვარ. დღეს რო ცუდად ვარ, ეს ცუდად არ ყოფილი ვარ თქვენც ალბათ არ ვიცი შეატყობდით. მაგრამ რატო ვარ ცუდად მაგას ვერ ხვდები, ანუ რო გითხრათ რომ რამე შეიცვალა არაფერი არ შეცვლა ცხოვრებაში, რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ამაზე უარესი რაღაცებიც მომხდარა იმ დღეების განმავლობაში, რასაც ვწერ და მაინდა-მაინც დღეს ვარ ეს ხასიათზე. ხმაც კი შეცვლილი მაქვს ეხლა რო უსმენ. და მაინც ვერ ხვდები იმას, თუ რის გამო ვარსებობთ ვაფშე ადამიანები. ანუ რა არის ჩვენი მიზანი. რომ რა უნდა ვქნათ. ან ეს ადამიანები ვიღაცები ბევრ ფულს რო შეულობენ და მე ვიღაცებს რო ნეგატიურად ცუდად ექცევიან, რა გონიათ, რომ თესლები არიან, ყლეები არიან. ანუ არავინ არ ახართ კარგი ადამიანი თუ ვიღაცას ზევიდან უყურებთ რა თუ არ დაუმსახურებთ არის ხალხი ვინც ახლა თქვენი გადმოსახედიდან შეიძლება იმსახურებდეს რა თუ იმსახურებს რაღაც მიზეზი მაინც გაქვთ იმისი რომ ვიღაც ადამიანს ზევიდან დახედოთ გასაგებია ვიღაც ბავშვობაში თუ შენ გიყურებ და ტიპი ზევიდან და ახლა გაიზარდეთ და ის ყლეა და შენ არა და შენ შეგიძლია ახლა ზევიდან გადახედო შეგიძლია რომ გადახედო არ არის მიზანი შეწონილი მე თუ მკითხავ იმიტომ რომ ნეგატივია ეგეც ჯობია რომ ესე უყურო რა თვალით წილ, კბილის წილ. მე მგონია ხოლმე რომ პიროვნების გაორება მაქვს, ოღონდ ერთი კი არა, ბევრი. просто ესე identify კი არ და. ჩემს ხვდობიათ გოგო საუბრობ და 14 ადამიანი ვართ შიგნით თუ რაღაც და ყველას ფერები ერქვა რა და შიგნით რა ერთ ადამიანში. შეიძლება მართლაც იყოს ეგრე, მაგრამ მე უფრო ის მეგონა. ძალით აკეთებდა ესე მეგონა, ანუ განაგიჟი იყო და მართლა ხდებოდა ეგ ყველაფერი. ან ეგონა რომ მართლა ხდებოდა. იმენა პრო ძალით აკეთებდა, ეგეც შეგრძნება და ამიტომ, მაგრამ აინც რაღაცნაირი არის. რა გვინდა ადამიანებს? რაც ვარსებობთ, კაი არაფერი არ გვიქნია ძმო. მე თუ მკითხავთ.
აი კაი ადამიანებს არაფერი არ უქნიათ. აი ესეთი რომ აი ყველასთვის კაი რო ყოფილიყო. ეგეთი რა, ომებს ვიწყებდით. რაღაც ყლეობების გამო ერთმანეთს კლავს ხალხი. ჭრიან, ჭამენ, ღალატობენ. რა გინდათ? მე გამოდიან და ვიღაცები იძახიან რომ ძაღალი და კატაო ცუდი არსებები არიან. ეგეთი ხალხიც არსებობს კი. მაგრამ რა ხდება? ყველას ცუდები ხო ჩვენ გამოვდივართ. დედამიწას, აი დედა მოუტყანით და მიწა დავტოვეთ იმენ. აი რაღაც სიგიჟეში ვცხოვრობთ. ქვები, ანუ იმის მაგალითად ბუნებაში. აი ეს ავტომატურად რაც ხდება დედამიწაზე, იმას რომ ხელი შეუწყოთ, მაგას კი არ ვაკეთებ. ავდექით და ხელს უშლით. თან გააზრებულად. და გგონია რომ ჯანსაღია. სადაც რაღაცა ქალაქი არის, ყველგან დაბინძურებულია ჰაერი ძმაო. სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობს, ყველგან უფროსირობა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ცოტა ადგილას სადაც არიან. აი მაგიტომ გვიყვარდა სოფელი ალბათ ბავშვობაში, მე სოფელი ძალიან მიყვარდა, ჩემი სოფელი ბავშვობაში. ალბათ იმიტომ რომ ცოტა ხალხი იყო და ბევრი ბუნება, ხო? ხო და ეხლა საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ ეხლა ცხოვრობ ადგილას, სადაც ბევრი ხალხია და ცოტა ბუნება. არა და ბუნების შვილები უნდა ვიყოთ. თუ აი კაი ღმერთის არ აქცევთ ვიღაცებს, კაი ღმერთის შვილებად ვერ მოიაზრებთ თავს, გასაგებია. კაი. ბუნების შვილებად ხომ აიც უნდა მოი, რაღაცის შვილი ხო ხარ? თუ აუცილებლად ვიღაცის შვილი ხარ და всё. რა ზანაირად გაჩნდი ესე. ამ დედამიწას ხელი შეეწყო, რომ დედა თქვენები არსებობდნენ და მე დედა თქვენებმა თქვენ გაგაჩინეს. და იმის მაგივრად რომ თქვენ ბუნებას მადლობა უთხრათ. კორპუს დგავთ კიდე ბიჭო. არ ვიცი. ძალიან მოწყენილია. სასწრაფოდ ჭირდება მედიტაციისთვის ლენგა, თორე მე გავრეკავ დღეს. ბოდიშს მოხდით დღევანდელ დღეს ესეთ ნეგატიურ ნოტას დავამთავრე. შია ეხა შევჭამ ამას, არა ჯერ უნდა ვიბანავებ, შევჭამ ამას და გადავალ ლენგასთან. რა ვიცი. რატო გავიღვიძე ესე არ ვიცი, თუ მაგაზე პასუხი გაინტერესებდა. არც არ ვიცი, ვერ გავიგე. მაგრამ ადამიანებს რა გვჭირს? აუჯი ნუ ვართ ცუდები რა ადამიანები, ვინც მისმენთ მანდეთ და ადამიანები ხართ. თქვენს მეგობრებს გაუფრთხილდით, თუ გიღალატებენ დაიკიდეთ, არ გაბრაზდეთ. იმიტომ რომ იმათ არ ნახეს ეს ვიდეო შეიძლება. კაროჩე, ძალიან სამწუხარო ვარ. ყველაფერი ძალიან სამწუხარო. თქვენ მიყვარხართ. რავი 1000-ზე 4373-ზე. ვინც გამოწერის ღილაკს დააჭირა ხელი. კარგი ხალხი ხართ. მადლობა დიდი. ხვალამდე. 79 საიუბილეო ის გამოვიდა ნეგატიური ბონგლი ეგ ჩაჯმულა ვიდეო. დღეს ორი რიცხვი არის. დღეს კვიპროს თამაშებით ეგ ფაქტი დამოვიწყდა. იქნება მაგათ მაინც გამახარ, მაგათ უეჭველი გამახარებ. 1.40 ქულით მოუგებენ ჩემი აზრით. მე ზეგ უეჭველი გამიხარდება თურქეთს. თამაშზე რო ვიქნები ეგეც გამიხარდება. კიდე იშვილის გამოგვაკდა პროსტა. მაგრამ მოვიგებთ რა, კიდია რა. არა, სადაა თურქების მოსაგები. ჯასას კონდა ძალიან მაგარი ვიდეო გადაღებული და ნახეთ ეგ ჯასპორტის TikTok გვერდზე ძალიან სასაცილო ვიდეო იყო. თურქეთის საქართველოს მე მომეწონა. მადლობა, კარგად იყავით. ნახვამდის.